ტრადიციული რეწვის წლის საუკეთესო ოსტატ შეგირდები ეროვნულ ბიბლიოთეკაში დააჯილდოვეს. წარმატებულ ხელოვანებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. დღესვე თანამშრომლობის მემორანდუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციას შორის გაფორმდა. ხელშეკრულება ებლები ღონისძიებების დაგეგმვასა და ასოციაციის საქმიანობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ტრადიციული რეწვის ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც მოიცავს ჩვენი მხრიდან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის, მისი შესწავლის მიმართულებით ასოციაციასთან თანამშრომლობას და ასევე ყველა იმ პროექტში მონაწილეობას, რომელიც მათი მხრიდან იქნება ჩვენი მიმართულებასთან თანხვედრაში. დღესდღეობით ასოციაციას 250 წევრი ყავს და ყველა მათგანი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა აქტივობებში იყო ჩართული. პირველ რიგში მუშაობთ პროდუქციის განვითარებაზე, ისეთ პროდუქციას რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომელიც უფრო გაყიდვადი შეიძლება იყოს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზე და გავხსენით სოციალური მაღაზია ეთნოდიზაინი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 80-მდე ოსტატის ნამუშევარს უყრის თავს.